აი გეფიცებით თუ სატანაც არ იყოს დაკლიავებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ 12 წელიწადზე როგორ მოახერხა ქვეყნის ჭაობში ჩაფლა, მე მთელი ცხოვრებაო ვებძვი საქართველოს და ვერ მოახერხებდა. ბიძინა ივანიშვილმა 12 წელიწადში სწავლა განათლების სისტემა ხო მოანგრია დედა უტირა. სოფლის მეურნეობა ხო მთლიანად გადაასწორა, არაფერი აღარ არსებობს, გლეხის მოყვანილი პროდუქცია. განვითარება ნულზე, ბანკები გახჭოს, ტერიტორიები დაკარგული, უცხოელები შემოსეული. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა პანდემია რო გაჩნდეს, ეპიდემია რო გაჩნდეს პროდუქტია, ჩათვალეთ რომ ნახევარი საქართველოზე მეტი განადგურდება შიმშილის გამო და ამას პლუს ვალების გამო. მე ნახევარი საქართველოს კიდე შემოსული უცხოელები დაეპატრონებიან და მე ფიქრობ რომ ბიჭო ეს სატანა თვითონ განსვიფრებული არის ივანიშვილის ეშმაკობით. წარმოიდგინეთ ოცნებამ ეშმაკობაში, მაიმუნობაში და ერის განადგურებაში ფაქტიურად აჯობა სატანას. ნასევ ვფიქრობ, თვითონ სატანას უკვე დაკლიავებული არის, სატანას. რა დღეში ვართ, ვერც ვერთიანდებით, ვერაფერი, ისე დაგყო მამრავლებად, ისე დაგვანაწილა, ისე აი ყველაფერი ბიჭო გავიხედავ ღალატი, გამოვიხედავ ღალატი, იქ შევალ ღალატი, აქ გამოვალ ღალატი, ვითომ ვიღაცა რაღაცას დაიწყებს, მაგარი ტიპები, კაი ხალხი, კიდევ ღალატი და ხალხიდან ღალატი, ყველასგან ღალატი. რა ჯანდაბა უნდა ქნა. როდის უნდა გამოფხიზდეთ ხალხნო, როდის უნდა შეიკრათ, როდის უნდა ამისრულოთ ერთი ოცნება, რომ ქართველი ხალხი ერთად დავდგეთ რაღაცა საკითხის ირგვლივ. აი გინდას რო უცხოელებზე აი დაწესდეს კაცრი სავიზო რეჟიმები. ამ საკითხის ირგვლივ ხო შეიძლება რომ კიდაც ლიბერალი იყოს, კიდაც კონსერვატორი იყოს, კიდაც ეროვნული იყოს,